სამშობლო ეს არის ისეთივე ტკბილი, როგორც უფალი. იმდენად ტკბილია, რომ ის უნდა მაღლა იდგეს ყოველ პოლიტიკურ გრძნობაზეც, ყოველ სხვადასხვა გრძნობაზე. პირველად ვარ საფრანგეთში. და მე არ ვიცი, მე მომეცემა თუ არა საშუალება კიდევ ჩამოვიდე საფრანგეთში. შეიძლება ეს უკანასკნელიც იყოს ჩემი აქ ჩამოსვლა და შეიძლება მე არადროს აღარ ვიხილო ეს წმინდა ადგილი და თქვენ და მე ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ არ დაჰკარგოთ სამშობლო. სამშობლო ეს არის ისეთივე ტკბილი, როგორც უფალი. სამშობლო და უფალი ორივე ტკბილია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ სამშობლო იმდენად ტკბილია, რომ ის უნდა მაღლა იდგეს ყოველ პოლიტიკურ გრძნობაზეც, ყოველ სხვადასხვა გრძნობაზეც. პოლიტიკა მრავალია, პარტია მრავალია, მაგრამ სამშობლო მარტო ერთია, უცვლელია სამშობლო. და ამიტომ გქონდეთ აი ეს კავშირი, ცოცხალი კავშირი სამშობლოსთან. ნუ დაჰკარგავთ აი ამ კავშირს სამშობლოსთან. აი ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ საშუალება იმისი, რომ თქვენ და თქვენ შვილებს და შვილიშვილებს გქონდეს ეს ქართველი სული, რომ ჩვენი ქართველები არ გაითქვიფნენ აი უცხო ერში, არ მოისპოს ეს ჩვენი პატარა კერა. აი ეს არის ჩემი ასეთი ანდერძი, ჩემი მოძრაობება და ჩემი სურვილი. მე მინდა მოკლედ მოგახსენოთ ჩვენი საქართველოს ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი, ავტოკეფალური. ჩვენ არავის არ ვიმორჩილებით, არც ერთ ეკლესიას, არც კონსტანტინოპოლს, არც ანტიოქიას, არც რუსეთს, არავის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ეკლესია და ჩვენი ეკლესია ბედნიერია ამით და ამაყობს ამით, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი.